ამ ბინაში არ იცხოვრება საერთოდ ისეთი მდგომარეობა ზედა სართული ორი მეზობლის თლად გამოიფუფკა ყველაფერი აბსოლუტურად ხანძარმა ქუთაისში 17 ოჯახი ფაქტიურად სახლკარის გარეშე დატოვა ახლა მოქალაქეები იმ ცირედის გამოტანას ცდილობენ რაც ცეცხლსა თუ წყალს გადაურჩა ხანძარი ხორავას ნომერ 4 ბინაში დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა და სამსართულიანი კორპუსის სახურავს მთლიანად მოედო დამწვარია მესამე სართულის ბინები ტექნიკა ქვედა სართულები კი ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებულმა წყალმა დატბორა ქვედა მეზობელთან ჭერი ჩამოვარდნასია სულ აქედაც ყველგან აბსოლუტურად ყველგან აქ გაუზაძლისია ცხოვრება ყველა უნდა მოგვეშველოს აბსოლუტურად თუ რამე შეიძლება დაუდევრობის გამო მოხდა ეს ყველაფერი აი დაუდევრობის რო უცოდინარი ხარ არ იცი შიფერზე ტოლი რო არ უნდა გადააგო დაუდევრობით დაიწვა ყველაფერი დაიწვა ჩემი გამოპრიალებული ყველაფერი არ ვიცი რა იმედი უნდა გქონდეს მაგრამ ამათთან ჭერი ამქამდეა წყლები წელამდეა წყალი ექსპერტიზა რომ და მომწამლელიაო ის თქვა შეიძლება ხო რა თქმა უნდა ჩემთან კედლებიც კი დამწვარია რამ დაწვა ის კედლები ჩემამდე არ დადის ისე მქონდა გაკეთებული რამდენად მალე მოვიდა კი მოვიდნენ მაგრამ რა არის ცოტა გაბრაზებული კი არა ძალიან გაბრაზებული ვარ წყალი რაფერ არ უნდა გქონდეს საღანწროს როგორ არ უნდა გქონდეს მაპატიოს ყველა მაგრამ მეც გამწარებული ვარ მეც გამწარებული მე რიამ უნდა მოგვეხმაროს იმიტომ რომ მარტო იმის იქით ზემოთ აღარაფერი აღარ არის მე გყავს და მე რიამ უნდა მოგვეხმაროს ამას სამი შვილი ყავს რა უნდა გქნას აგერ ახალი მეზობელია სად წავიდეს ხალხს დაულპა ყველაფერი მოხუცებულები არიან იქეთ წყალი ჩასული და ყველგან არის დასაძინებლად და საცხოვრებლად ვარგისი არც ერთი ბინა აღარ არის დენიარა გაზიარა და ამ სიცივეში გათბობა რო არ იქნება რა ბავშვებს რა ვედრებით ტილოებით პირსახოცებით ვიღებდი პირველ სართულზე ვარ და მოდიოდა წყალი თხეშივით ლუსტრა ჩამოკიდებული ლუსტრიდან მოდიოდა ლოგინებზე მატრასებზე სულ დასველებული ნოხები გამოყრილი გვაქვს მატრასები აგერ რო გაშრეს და მომსპარია შპალიერები სულ განადგურებულია ხმას არ ვიღებ იმიტომ რომ ხალხი სულ ამოიწვა და აღარაფერი აღარ აქვს ვერ ვლაპარაკობ მეკცა ოჯახი შეხედეთ ზევით ჭერებს გადაყოლილი ვიყავი მოგონეთ კარაფერი აღარ მივარგა აგერ ნახეთ ეს სულსოველია და იფუხება იქით უკვე ამოიფუღა გამიდადგურდა ოჯახი თქვენ მაიცით რა ძნელია ახლა ყველაფერი ამის ასე გაკეთება წლების ნაწოლები გაქვთ ხო ეს რამდენი წელიწადი შვილო ერთი მანეთი არ არის ვინმესი ყველაფერი ჩემი და ჩემი ქრიშრობით 17 ოჯახი ვარ ყველა უნდა დაგვაკმაყოფილოს ეს დაინგრეს ეს ბინა და ინვესტორი მოძებნონ მაგად არ გაუჭირდებათ არაფერი წყალია ნასხამი უბრალოდ გუშინ ძალიან 100 ტონა წყალი არ ვიცი მეტი ალბათ ვერ შევდივართ უბრალოდ ვერ შევდივართ ბინებში რა ვიცი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს ხორავას ქუჩაზე მაცხოვრებელთა თქმით საუკეთესო გამოსავალი ინვესტორის მოძიება და საცხოვრებლის ხელახალი მშენებლობა ისინი მერიას სწორედ ამ საკითხში თხოვენ დახმარებას. იყვნენ დღეს მერიის წარმომადგენლები. იყვნენ, კი, მოსულები იყვნენ. 500-600 ლარის ფარგლებში მოძებნეთო ბინები და ჩვენ გადავიხდითო ხო. ეს ქირით, დროებით სანამ სახურავი გაკეთდება. მე გავიცდე. დაახლოებით თვე თქვა, რომელიც აბსურდია, გამორიცხულია, თვეში მაგენი სახურავს ვერ გააკეთებდა. ორ კვირაშიო დავიწყებთო და მოთხრა რამდენ ხანში და ახლა 2-3 დღეშიო ვერ დავიწყებთ ამის გაკეთებასო სახურავის გაკეთებასო და აბა რამდენ ხანში მოთხრა რა სიტყვას გიტოვებთო და ორ კვირაშიო დავიწყებ ასე თქვა ასე არის ხო ორ კვირაში დავიწყებ
გამორიცხულია ერთ თვეში. ახოთ ერთი აბა ერთი რას იზავ. თუმცა სახურავის მხოლოდ სახურავის შეცვლა თქვენ რას გშვებთ? მე არაფერში, მე ვარ მე პატრონი ამ. მე იმენა არაფერში არ მშველის ხო. ჩემთვის ერთადერთი კარგი გამოსავალი ის იქნება თუ აი ტენდერობია და ეს რო ხდება ტენდერი და აი თუ ვინმე აიღებს პასუხისმგებლობას ამყვებიან თავისთავად სამეზობლოც და დაინგრევა და აშენდება ახალი. ახალი ბინის აშენება იქნება ყველაზე მარტივი. ისედაც ბინაც იმაშია ავარიულ მდგომარეობაშია გაიგე და აი ეს ერთადერთი შანსია ხო ჩვენი რა 50 საკუთრებულად ახლა ეს სამი ოჯახი ფაქტიურად ახლა რა ამ ოჯახს ახლა რა შეაწობს? კაი გადახურონ სახლი რა აქ იცხოვრებს ვინმე ამ სახლში გამონახშირებულია ყველაფერი. ეგაა პრობლემა გაიგეთო უკეთეს გავაკეთებ მომენტ ხო მაგრამ სულს ვერ გამოვდენი ხო აზრი არ აქვს. დანარჩენი ოჯახი ვისაც სახლი არ აქვს დამწვარი ამ ბინაში არის დატყორილი და გაფუჭებულია ყველაფერი რემონტი იქნება იყო თუ რაღაცა აც იყო ყველაფერი ავეჯიდან დაწყებული ყველაფერი ჩათვალე ერთ სამ დღეში უკვე რო დაიწყებს გამოშრობას დაიწყებს ნელა-ნელა წვენას აბა რა აიფუყება ყველაფერი გაუფუშდება თინგესაც ერთ სიტყვით დაჩქარებულ ტემპში გვინდა რომ მოგვარდეს საქმე იმიტომ რომ ძალიან გაზი არ აქვს ხო შუქი არ არის გაზი არ არის შუქი არ აქვს ბინაში და წყალი არის მაგრამ რა თქვი ნახმარტო წყალი ხო ქუთაისის მერია ამ ეტაპზე ხორავას ქუჩის მცხოვრებლებს ბინის ქირის საფასურის გადაფარვისა და სახლის სახურავის გადახურვის პირობას აძლევს. რაც შეეხება ინვესტორის მოძიების საკითხს, ხორავას ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობაში მისვლასა და სწორედ ამ საკითხის განხილვას გეგმავენ. მეგატივი გააგრძელებს საკითხზე მუშაობას.